ბათუმის ერთ ძველუბანს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა. მცირე ტიპის სასტუმრო ბრაიტონი ევროპის მოედანთან მდებარეობს. სასტუმროში 15 ნომერია განთავსებული, რომელიც 35 დამსვენებელზეა გათვლილი. სასტუმროში სტანდარტულთან ერთად ლუქსისა და ნახევრად ლუქსის ტიპის ნომრებიც მოქმედებს. გარდა ამისა, სასტუმრო ბრაიტონში მოქმედებს ღია რესტორანი და კაფე. კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის გახსნას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და ბათუმის მერი დაესწრნენ. დღეს სასტუმრო ბრაიტონი ოფიციალურად გაიხსნა. იგი გათვლილია როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამსვენებლებზე. სასტუმრო მოიცავს 15 ნომერს. გათვლილია დაახლოებით 35 დამსვენებელზე. გვაქვს სტანდარტული ტიპის ოთახები, ლუქსები, ნახევრად ლუქსები. ეს სასტუმრო, რომელიც ახლა გაიხსნა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო გახდება, რადგანაც განლაგებულია ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, ცენტრალურ ადგილას, აქ არის ახლოს სხვა გართობის საშუალებებიც, ღია დახურული ბარები და ჩემი აზრით ერთ-ერთი კარგი შენაძენია ბათუმის და მთლიანად აჭარის ტურისტული პროდუქტისათვის. დასამებელია და ეს არის იმ წამოწყებული თემის გაგრძელება, რომელზეც ჩვენ ხშირად გვისაუბრია, ბევრჯერ გულაპარაკია, ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ჩვენ განახორციელებთ ევროპის მოედანზე, გახდა ზუსტად საფუძველი იმისა, რომ კერძო ინვესტიცია დაინტერესებულიყო, კერძო ბიზნესი დაინტერესებულიყო და თანხა ჩაედო ამ ტიპის საქმიანობაში.